საღამო მშვიდობისა დღის მთავარ ამბებს ტელეკომპანია გურჯაანის ჟურნალისტებთან ერთად მე თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. დღის მნიშვნელოვანი ამბების შესახებ ნახოთ ანონსი. 6 მაის მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობას აღნიშნავს. ფიზიკურად მოკლეს, მაგრამ სულიერად იგი განდიდებულია ქრისტეში. მე მაგას დირექტორად არ ვთვლი. ხმაურის ფონზე დანიშნული ახალი დირექტორი გურჯაანის კულტურის ცენტრში. მინდა რატომ გააპროტესტა ეთერ ლოლაძის კანდიდატურა. გარიბაშვილმა გაარკვიოს რა კადრები ყავს რეგიონებში. მე აქ მოვედი არა როგორც მსახიობი, არამედ როგორც მენეჯერი. ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკლის თემაა ეს რა ფაქტიურად. დაიჭერენ თუ არა ორ კურდღელს ერთად, რატომ იტყოს კარდენახის მაჟორიტარი ხევებიდან ინერტული მასალის გამოტანის ნებართვას. იწმინდება კიდევაც ხევი და ამ დროს სოფლებში გზები იხრეშება. ამერიკამ თარხან ბათირაშვილის პოვნისთვის 5 მილიონიანი ჯილდო დააწესა. როგორ ეხმაურებიან ამას პანგისში. თელავში საქალაქო ბიბლიოთეკის ახალი შენობა გაიხსნა. წიგნადი ფონდი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ აღარ ქონდა საშუალება, სად შეიძლება გადაგვეტანო, რომ გადაგვერჩი. ღია ჩემპიონატი უშუ სანდაში სპორტულ ღონისძიებას დედოფლის წყარო მომასპინძლა. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 6 მაის წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. წმინდა საკვირველ მოქმედი და ძლევამოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევამოსილი და უძლებელი ზეციური მხედარი. ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ დღეს ასწავლობს. დღესასწაულის აღსანიშნავად გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში მრევლი დილიდან შეიკრიბა. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. მამა ვაჟამ მრევლი დალოცა და წმინდა გიორგის ცხოვრებაზე იქადაგა. დღევანდელ დღეს არის სწორედ ეს ხსენების დღე, როდესაც წმინდა გიორგის თავი მოკვეთეს. ანუ ფიზიკურად მოკლეს, მაგრამ სულიერად იგი განდიდებულია ქრისტეში. აი ეს არის მართლმადიდებელი ადამიანის სახე. აი ესე უნდა იყოს მართლმადიდებელი ადამიანის ცხოვრება. რატო შეიყვარა ქართველმა ერმა წმინდა გიორგი? რატო დაიახლოვა ესე წმინდა გიორგი? იმიტომ რომ ქართველი ერი, თითოეული ადამიანი, ჩვენი წინაპრები ხედავდნენ იმას, რომ წმინდა გიორგის ცხოვრება ეს იყო ჩვენი ერის ცხოვრება. წმინდა გიორგის განვლილი გზა ეს არის დღემდის და მეორედ მოსვლამდე ჩვენი ერის, ქართველი ერის განვლილი გზა. წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს ის მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ კი კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის ბორბალზე გაკვრა. წმინდან 303 წელს 30 წლის ასაკში თავი მოკვეთეს. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევა შემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. ლეგენდის თანახმად წმინდა გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია და ყველგან სადაც ეს ნაწილი მოხვდა სალოცავები დააწესა. საქართველოში წმინდა გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველოა. წმინდა საკვირველთ მოქმედი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი განსაკუთრებით უყვართ. წმინდა გიორგი გაცნობიერებული აქვს საქართველოს როგორც თავის მოწამედ, იმიტომ რომ ეწამა მართლაც ქრისტიანულად და მე მინდა რომ მიულოცო თითოეულ ქართველს, თითოეულ მართლმადიდებელს და როგორც ცხოვრებითაც ცხოვრობდა წმინდა გიორგი, შევეცადოთ რომ ასეთი ქართველები ყოფილიყავით და ასეთი მართლმადიდებელი ერი ყოფილიყავით. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, ულოცავს სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს. უსურებ მშვიდობას, სიკეთეს, სიყვარულს და გამართლიანებას. ილოცავთ დღევანდელ დღეს სიკეთეს, სიხარულით, ჯანმრთელობით საქართველო გამთლიანებული იყოს და კეთილი იყოს ყველაფერი, რა ვიცი მე, სიკეთე და სიხარული. წმინდა გიორგის ხსენების დღე წელიწადში ორჯერ 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს აღინიშნება.
ხმაურის ფონზე დანიშნული ახალი დირექტორი გურჯაანის კულტურის ცენტრში. სამსახურს დღეიდან ეთერ ლოლაძე უხელმძღვანელებს. საკადრო ცვლილება დირექტორის მოადგილემ ციცო ღვინიაშვილმა გააპროტესტა და გამგეობის ხელმძღვანელობას მისი დირექტორად დანიშნვის შესახებ დაპირება შეახსენა, რასაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა არ ადასტურებს. დირექტორის ხმაურიანი წარდგენის დეტალები ნახეთ ნინო სამნიაშვილის სიუჟეტში. მე მაგას დირექტორად არ ვთვლი. ეგ იცოდეს ყველამ. და არ ვემორჩილები. ხმაური და დაპირისპირება მოყვა გურჯაანის კულტურის ცენტრში ახალი დირექტორის ეთერ ლოლაძის დანიშვნას. საკადრო ცვლილება მისმა მოადგილემ ციცო ღვინიაშვილმა გააპროტესტა. ამ ხმაურით გააცილეს კულტურის ცენტრიდან გამგებლის მოადგილე ალეკო ყვირელაშვილი. გაპატიე? არ გაპატიე, მე გიცოდი. შენ გაკეთე ყველა. შენ აკეთე ფულებს. ფულის მჭამელი ხარ. აი ბაგიტიცე. შენ დაგაყუდონ. აი თუ არა და დაგანახენ, საიდან მოხდი შენ აციონალ შედა. გასაპროტესტო. რო ეთერ ლოლაძის დანიშვნას. რატომ? არაკომპეტენტურია, შეუსაბამოა თუ რატომ აპროტესტებენ? ციცო ღვინიაშვილის ინფორმაციით იურისტ ეთერ ლოლაძეს კულტურის სფეროში განათლება არ აქვს და ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია. მისივე თქმით, დირექტორი თავად უნდა გამხდარიყო და როგორც ამბობს, ამას გამგეობის ხელმძღვანელობა დაჰპირდა. რატომ უნდა ყოფილიყო? რატომ? ხელოვანი ვარ მე. ეგ რატო უნდა ყოფილიყო? ხალხს როდესაც აკუთას 600-ას თქვენ გიდოდათ ეს ამ ადგილს. დიახ, დიახ. და მეკუთვნოდა. კვერცხების როლა რო იყო. ხო გახსოვთ ეგ ამბავი? მაშინ ყველა დაიმალა კაბინეტებში და მაშინ გერგიძე დასაცავად მე და ციცო გავედით ქალებიდან. და ერთი-ორი სხვა ქალი, მაგრამ ჩვენ ჩანდით. მაშინ გახარებულები იყვნენ და თქვენ შეყო დადგან თქვენ გვერდზე დაგვიდექითო, ციცო შენ მოგცემთ მაგ სამსახურს, რა თქმა უნდა, სხვას არავის და მხოლოდ შენო ამას პირდებოდა ვანო ბერიძიშვილი, პარტიის თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარე. დღეს ახლა ვანო აბრალებს გერგიძესო, გერგიძეს არ უნდოდა ციცო. გერგიძე აბრალებს ვანოს არ უნდოდა ციცო და სულ ერთმანეთს აბრალებენ. არ ვიცი. კი, ჩვენ ვართ სპეცნაზელები, მე და ეს, მარტო რომ გაუჭირდება, იქუდა დიდი თოფები, გაბას ვინმე მგითხრათ რომ იქ ყოფილიყავით თუ თქვენინებით. არა, ჩვენინებით, რა თქმა უნდა. სამი დღე გამოიხედავდა, მან და ხართო? არ წახვიდეთ. და ლოლაძე საერთოდ არ გამოსულა გარეთ. არ გამოდიოდა. საერთოდ არ გამოსულა. გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ამაზე კომენტარის გაკეთება საჭირო არ ჩათვალეს და ზეპირი ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ მსგავსი დაპირება არავისთვის მიუციათ. ეთერ ლოლაძის შეფასებით კი გამგებელმა ამ თანამდებობაზე მენეჯერული თვისებების გამო დანიშნა. ასევე აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი არასდროს ყოფილა. მე არ ვარ მსახიობი, მართალია, არ მაქვს კულტურის სფეროში განათლება, მაგრამ მე აქ მოვედი არა როგორც მსახიობი, არამედ როგორც მენეჯერი. და ჩემი პროფესიული განათლება სრულიად შეესატყვისება მენეჯერის პოზიციას. ამორიცხული არ არსებობს, ასეთი გარიგებები არ არსებობს. ეს არის ტყუილი ბრალდებები, ცდარი ბრალდებები. დირექტორის მოადგილე ციცო ღვინიაშვილი კულტურის ცენტრში ეგრეთ წოდებული მკვდარი სულების მუშაობასაც აპროტესტებს. სამი სულია აქ გაფორმებული. იანვრიდან 500 ლარია ხელფასზე. მე ვარ მოადგილე 300 ლარი მაქვს. თანამშრომლები კი ფიქრობენ, რომ ახალი დირექტორი ყველა ამ პრობლემას მოაგვარებს. ახალი დირექტორი გამოასწორებს წლების მანძილზე ამდენ უსამართლობას, განუკითხაობას და სახელის და გვარის მიხედვით აღარ იქნება ხელფასები და შრომის მიხედვით ექნება ყველას ანაზღაურება. თუ წლების განმავლობაში ასე იყო, თქვენ რატო არ გამოთქვით პროტესტი? როცა ერთეული ვერ ამოიღებს ამაზე ხმას, უნდა იყოს შეკრული კოლექტივი და აქ ეს არასოდეს არ ყოფილა. გენერალი ომს ვერ მოიგებს, თუ მას ჯარი არ ახლავს. აქ არის ისეთი კარგი კადრი, რომელსაც ჯარად შეიძლება აღითქვას და მე იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ახალ დირექტორს ჯერ არ გადაუწყვეტია განახორციელებს თუ არა საკადრო ცვლილებას, ისიც უცნობია დატოვებს თუ არა თანამდებობაზე ციცო ღვინიაშვილს. ციცო ღვინიაშვილი ამბობს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, იგი მაინც ქართული ოცნების მხარდამჭერი დარჩება. გარიბაშვილმა გაარკვიოს რა კადრები ყავს რეგიონებში. და ის პრობლემაა, ჩემი პრობლემა არაფერი არ არის. ამდენი წლები 9 წელი მე არ მიმუშავია და მეტიც ალბათ. სავალალო მდგომარეობაში მყოფიში და საუბნო და სავარგულებამდე მისასვლელი გზები კარდენახში. პრობლემის მოსაგრებლად სოფლის დეპუტატი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ხევიდან ინერტული მასალის მოპოვების ნებართვას თხოვს. მისი აზრით, ამით ხელისუფლება ორ კურდღელს ერთად დაიჭერს. აღნიშნული საკითხის სიმონ კოჩორაშვილმა საკრებულოს ბოლო სესიაზე კიდევ ერთხელ დააყენა, თუმცა მისი მოგვარების იმედი არ აქვს. ეთერ თეთრაძის სიუჟეტი.
ეს კარდენახის კი არა, შეიძლება ნახევარი გურჯაანის რაიონის სოფლები მოხრეშო და მოაპირკეთო. კარდენახის დეპუტატი სიმონ ქოჩორაშვილი ხევიდან ინერტული მასალის მოპოვების ნებართვას ითხოვს. აღნიშნული საკითხი ბოლო სესიაზე კიდევ ერთხელ დააყენა. როგორც ის ამბობს, ამით ორი პრობლემა ერთდროულად გადაიჭრება. ჩათვალეთ აი ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკლის თემაა ეს რა ფაქტიურად. იმიტომ რომ გაწმე იწმინდება კიდევაც ხევი და ამ დროს სოფელსაც სიკეთე კეთდება, სოფლებში გზები იხრეშება. სოფელ კარდენახში შიდა საუბნო გზები სავალალო მდგომარეობაშია. ეს ერთადერთი უბანი არ არის, სადაც გადაადგილება შეუძლებელია. მოსახლეობა ამბობს, რომ ანალოგიური მდგომარეობაა სავარგულებთან მისასვლელ გზებზეც. ისინი სავალი ნაწილის მოხრეშვას ითხოვენ. გზა აღარც სავარგულებში არის ამ ხევისგან და წვიმისგან და ისია გაფუჭებული და გაუბედური. უბრალოდ ფეხით მისავლაც კი შეუძლებელი არის და მოსავლის გამოტანა კიდე ხო საერთოდ ძალიან ძნელი იქნება. ასფალტზე საუბარი ზედმეტი არის ხა დღევანდელ ცხოვრებაში, მაგრამ მოხრეშვით მაინც ან გრეიდერი გატარდეს, ან ტრაქტორი რაღაცა უბრალოდ რომ ადამიანი მივიდეს ან სახში მივიდეს, ან სავარგულებში მივიდეს თავის ნაკვეთებამდე. ვიჭირს კი არა ძალიან გვიჭირს. აი ხანდახან ფეხითაც ვერ დავდივართ, არამც მანქანით. აი რა ვიცი, ქვევით ხო არ არის ლაპარაკი. აი თვითონ ამ ცენტრალურ გზაზეც ვერ დავდივართ ნორმალურად. როგორც წვიმები მოდის, მაშინვე იხრამება გზა და ვეღარ დავდივართ, ვეღარც ფეხით, ვერც მანქანით დავთხოვოთ, ვისაც ეკუთვნის და ევალება. ეს საქმე მოვიდეს და მოგვაქციონ ყურადღება. სიმონ ქოჩორაშვილის ინფორმაციით იმისათვის, რომ ხევიდან ინერტული მასალის ამოღება მოხდეს, შეთანხმება გარემოს დაცვასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის უნდა შედგეს, ისე როგორც წინა წლებში ხდებოდა. თუმცა დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ეს დროში გაიწელოს. მიზეზად კი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის პრობლემას ასახელებს. აქ იმხელა მასალაა, რომ ამის გატანას არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს თუ მოხდება ეს კოორდინაცია სახელმწიფო შტოებს შორის. რასაც უყურებ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, ყველაფერი იწელება, ყველაფერი ხდება ფაქტიურად, აი რაღაც შენელებული კადრის რეჟიმში ხდება ყველაფერი. ეს ამ თვეში თუ არ გაკეთა, ეს თუ სასწრაფოდ რაღაც აი ძალიან მობილიზება თუ არ მოხდა ამ სიტუაციის და თუ ეს არ მოხდა მალევე, ჩვენ უკვე ივნისის თვეში უკვე ძალიან სერიოზულ პრობლემებს გადავაწყდებით. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ინერტული მასალის გამოყენება სოფლის დახმარების პროგრამის განხორციელების დროს აპირებენ და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებაც სწორედ მაშინ მოხდება. საგულისხმოა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული თითქმის ყველა ხევი ანალოგიურ მდგომარეობაშია. აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ამერიკის მიერ ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერის თარღან ბათირაშვილის იგივე ალ-შიშანზე 5 მილიონიანი ჯილდოს დაწესების საკითხს პანკესიდან ეხმაურება. იასირ ალიევის განცხადებით დაჯგუფების ხელმძღვანელი პირების ლიკვიდაციის მომხრე არ არის, თუმცა იმ ადამიანების დაკავებას ეთანხმება, რომლებიც სირიაში ხალხს მასობრივად ხოცავენ. მუფთი საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუწოდებს დაბრუნდნენ საქართველოში და ოჯახებს ემსახურონ. ფაქტს სამწუხაროს უწოდებს პანკესის ხეობის უხუცეს საბჭოს წევრები. მათი განცხადებით ახალგაზრდა კაცზე ასეთი ყურადღების გამახვილება ხეობის მაცხოვრებლებისთვის სამწუხაროა. ვინც ადამიანების დახოცვასა და გაჟლეტვას ხელმძღვანელობს, გამოკვეთილი ფიგურების განეიტრალების ან მათი ლიკვიდაციის მომხრეები არ ვართ, მაგრამ დაკავებით ან სხვა ფორმით ეს აუცილებელია, რათა შეჩერდეს ძალადობა, რაც აღნიშნული ორგანიზაციების მიერ ხორციელდება ხალხის მასობრივი ჟლეტვის სახით. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოში არიან გაერთიანებულები და იქ ხალხს ხოცავენ, მოუწოდებ, რომ ეს არის დიდი ცოდვა, დაბრუნდნენ საქართველოში, დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს და მშვიდობით იცხოვრონ. არავის ვურჩევ იქ წასვლას. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით ისლამური სახელმწიფოს ლიდერის პანკისელი თარღან ბათირაშვილის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ვაშინგტონი კიდევ 3 ლიდერის შესახებ ინფორმაციასაც ითხოვს. სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ ტეხასში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს პანკისიდან ახალგაზრდების სირიაში გადინების ფაქტები გახშირდა. მათ შორის არიან არასრულწლოვანებიც, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა რიგებს უერთდებიან. 2019 2020 2021 2022 2023 2024 2025 2026 2027 2028 2029 2030 2031 2032 2033 2034 2035 2036 2037 2038 2039 2040 2041 2042 2043 2044 2045 2046 2047 2048 2049 2050 2051 2052 2053 2054 2055 2056 2057 2058 2059 2060 2061 2062 2063 2064 2065 2066 2067 2068 2069 2070 2071 2072 2073 2074 2075 2076 2077 2078 2079 2080 2081 2082 2083 2084 2085 2086 2087 2088 2089 2090 2091 2092 2093 2094 2095 2096 2097 2098 2099 2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 2021 2022 2023 2024 2025 2026 2027 2028 2029 2030 2031 2032 2033 2034 2035 2036 20
თელავში საქალაქო ბიბლიოთეკის ახალი შენობა გაიხსნა. წიგნადი ფონდი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ აღარ ქონდა საშუალება სად შეიძლება გადაგვეტანო, რომ გადაგვერჩი. ღია ჩემპიონატი უშუ სანდაში სპორტულ ღონისძიებას დედოფლის წყარო უმასპინძლა. საქართველოს ყველა რეგიონში მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისები ხელმისაწვდომი იქნება იმ სოფლებში, სადაც ლიბერტი ბანკი მომხმარებლებს მობილური ფილიალებით ემსახურება. როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ლიბერტი ბანკს შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ შიო ხეცურიანმა განაცხადა, აღნიშნული პროექტი ივნისში ამოქმედდება და 1100-ზე მეტი სოფლის მოსახლეობა 70-მდე მობილური ფილიალის ავტომობილი მოემსახურება. მომხმარებლებს სახელმწიფო სერვისის ღირებულების გადახდა ადგილზევე შეეძლებათ. 1100 სოფელზე მეც მიეწოდება სახელმწიფო სერვისები ბანკის სერვისებთან ერთად. ეს სერვისებია საჯარო რეესტრის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შპს მექანიზატორის, სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოსი და არქივის სერვისები. ჩვენ შევთანხმდით ესეთ პარტნიორობაზე, რომ ლიბერტი ექსპრესი დაუთმში დაეთმობა სახელმწიფო სერვისების განვითარების პერსონალს გარკვეული ადგილი და შესაბამისად მათ შესაძლებლობა ექნებათ მოსახლეობას ამ არხით შეთავაზონ თავიანთი სერვისები. ჟურნალისტი, ექიმი, პოლიციელი, გამგებელი. შეარჩევენ თუ არა ამ პროფესიებს მომავლის საქმეა, თუმცა გურჯაანის მეოთხე საბავშვო ბაღში აღსაზრდელებმა მუსიკალური ნომრებით სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები განასახიერეს. პატარების მუსიკალურ წარმოდგენას ექიმები, პედაგოგები, ჟურნალისტები, ბანკირები, ბიზნესმენები და სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გამგებელმა აღსაზრდელებს საჩუქრებიც მიუტანა. ჩვენ ბავშვებს უნდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გამოვიდნენ. დღეს მე მგონი ჩვენმა ბავშვებმა შეძლეს გავაცანით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ამათ მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ. ძალიან კმაყოფილი და ძალიან გახარებული ვარ. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამ 1 საათის განმავლობაში. ჩვენ დავინახეთ უზარმაზარი შრომა ჩადებული ამ ბავშვებში და ძალიან სასიამოვნოდ გაკეთებული იყო ეს ღონისძიება. თელავში საქალაქო ბიბლიოთეკის ახალი შენობა გაიხსნა. ამით მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეებს და აბიტურიენტებს საჭირო წიგნების მოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები ნაწილობრივ მოეხსნათ. შენობის განახლებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25,000 ლარი დაიხარჯა. საქალაქო ბიბლიოთეკის ახალ შენობაში განთავსების საკითხი კი მას შემდეგ დადგა, რაც 2012 წელს მოსულმა სტიქიამ ისედაც ამორტიზებული შენობა თითქმის მთლიანად დაანგრია. განახლებულ ბიბლიოთეკაში 34,500 დღევანდელ ეპოქაში კომპიუტერის ეპოქაში ახალგაზრდობა და განსაკუთრებით მოზარდები ძალიან არიან მიჯაჭვულები კომპიუტერს და თითქოს წიგნი დაივიწყეს კიდე. ჩამონგრევის პირას იყო და გადმოინაცვლეს ამ შენობაში. ძველ შენობაში აღნიშნული ბიბლიოთეკა იყო 34 წელიწადი. იყო შენობა ავარიული. წიგნადი ფონდი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ აღარ ქონდა საშუალება სად შეიძლება გადაგვეტანო, რომ გადაგვერჩი. ჩვენ აქეთ მხარეს, მატანწრის მხარეს არ ქონდა ბიბლიოთეკა და სხვადასხვა გვიჭირდა იქით ხარეს წასვლა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გვჭირდებოდა წიგნები სკოლასთან დაკავშირებით, ასევე აბიტურიენტებსაც ძალიან სჭირდებოდათ მალ-მალე წიგნები და ძალიან გვიჭირდა. ღია ჩემპიონატი უშუ სანდაში. სპორტულ ღონისძიებას დედოფლის წყარო უმასპინძლა. სპორტულ ცენტრში გამართულ შეჯიბრში დედოფლის წყაროს უშუს კლუბიდან 11 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც 9 ჩემპიონი გახდა. შეჯიბრი კახეთის უშუს რეგიონული ფედერაციის ორგანიზებითა და რაიონის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით გაიმართა. ჩემპიონატზე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა და სპეციალური თასი გადაეცა დედოფლის წყაროს კლუბის სპორტსმენს ლევან ციკლაუს, რომელმაც 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეჯიბრება აშკარა უპირატესობით ნოკაუტით მოიგო. მოწვეული ყოდა ქუთაისიდან გუნდი, ქუთაისის ნაკრები გუნდი, მარტვილის ნაკრები გუნდი, ახმეტის ნაკრები გუნდი, ასევე მოწვეული იყო სოფელ მაჩხანის, ზემო მაჩხანის ორთაბრძოლების კლუბი. შეჯიბრება ჩვენი სპორტსმენების ნამდვილად დამაჯერებელი წარმატებით ჩაიარა. მეგრული ჩემპიონი და ახმეტის წარმომადგენელი იყო. ახმეტიდან გაზავული ორთაბრძოლა იყო, მაგრამ მოახერხე გამარჯობა. გამშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ, რომელსაც თამარ ჭანყვაშვილი გაგვაცნობს. მოგესალმებით და იმ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, რაც დღეს რეგიონის გარეთ ვითარდებოდა.
ABRD-დან გამომდინარე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება ჩვენ მხარდაჭერა გვჭირდება. განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში გადაგზავნის პროცესს დააჩქარებს. პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიებიც კი მზად არიან, რათა საკითხი საპარლამენტო კომიტეტში დროულად განიხილონ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი ეწევა. ღონისძიება 14-15 მაისს გაიმართება. ჩვენ ვადასტურებთ, რომ რა თქმა უნდა არაფერი არ შეიძლება მთავრობის შემადგენლობაში და იმედი გვაქვს, რომ მოხდება ესე იგი დროულად გადაგზავნა პარლამენტში. პარლამენტის მხრიდან არის სრული მზაობა, რომ მოხდეს დროულად, მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც მე როგორც თქვი შევიტყვე, მათი მხრიდანაც არის სრული მზაობა, რომ მოხდეს დროულად განხილვა კომიტეტებში და შემდეგ მოხდეს პლენარულ სესიაზე მთავრობის დამტკიცება. ასე რომ დობის გამოსხდება ხელახლა. ასე რომ კიდევ ერთხელ ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა ამისაც. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტიც გაითვალისწინებს ამ გარემოებებს, ასევე ჩვენ როგორც გეკითხარით, კვირისთვის უკვე ველოდებით ჩვენ სტუმრებს, უნდა დავხვდეთ ძალიან მნიშვნელოვან დელეგაციებს. ჩინეთის სოფლმეურნეობის მინისტრი ჩამოდის, ეს არის ასევე პირველი შემთხვევა და ჩვენ მართლაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩინეთთან ურთიერთობაში ჩვენ ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს, ასე რომ მთელი რიგი ღონისძიებები დაგეგმილი მომავალ კვირას, ვართ ძალიან დატვირთულები, ასე რომ ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა. ABRD-ის ღონისძიების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის ხდომის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმად პარლამენტში მთავრობის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერს უნდა ჰქონდეს. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პრესკონფერენციაზე 5 მაისს გამოვიდა. არა, ეს არც პრემიერის განსაზღვრულია და არც რომელიმე ოპოზიციის წევრის თუ პარლამენტის წევრის. ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული, ასე რომ ჩვენ ყველამ უნდა დავიცოთ კონსტიტუცია და პატივიცეთ მას. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ის პრივილეგიები, რასაც საქართველო მიიღებს ბოლო 1 წლის მანძილზე, საქართველოში ეს ყველაზე აქტუალური თემაა. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება. თუ რას ფიქრობენ ექსპერტები და როგორია ხელისუფლების მოლოდინები, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ის პრივილეგიები, რასაც საქართველო მიიღებს. ბოლო 1 წლის მანძილზე საქართველოში ეს ყველაზე აქტუალური თემაა. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებაა. როცა ჩვენ ვსაუბრობთ თანამშრომლობაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე. რიგი სამიტის მოსამზადებელი ფაზაც სრულდება. ჩვენ მუშაობთ დოკუმენტზე, რომელიც ლიდერებმა უნდა მიიღონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დოკუმენტი იქნება მნიშვნელოვანი სამომავლო თანამშრომლობისთვის. რიგი სამიტი ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში გარდამტეხია. თუ აქამდე აღმასრულებელი პირები იმედს ღიად დაფიქსირებდნენ, ბოლო პერიოდში ასეთი განცხადებები შემცირდა. რიგი სამიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. თავარი არის რიგის შემთხვევაში ლაპარაკი არის პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, მაგრამ მანამდე არის ძალიან მნიშვნელოვანი ის თუ როგორი იქნება პროგრეს ანგარიში, რომელსაც ევროკომისია მოამზადებს და რეალურად აეწერება მასში, ანუ იქ იქნება ძალიან ტექნიკური დეტალები იმისა, თუ რამდენად შეასრულა საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმა. დიდი ალბათობით ეს იქნება ჩემი აზრით უნდა იყოს წადებითი, თუმცა ეს ძალიან ასე ვთქვათ სპეკულაცია არის და ამაზე ზუსტი პასუხისგაცემა გამიჭირდება. ბანუ ჩხიკვაძისგან განსხვავებით საკუთარ მოსაზრებებში დარწმუნებულია დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელი. სოსო ცისკარიშვილი რიგი სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებს გადაჭარბებულად აფასებს. ოცნების ახდენით და ყველას გვექნება საშუალება უვიზოთ, ვიაროთ ევროკავშირის შენგენის ზონის ტერიტორიებთან მიმართებაში დასაკვირველია ჯერჯერობით მიმაჩნია გაზვიადებულ მოლოდინად. ცოტა ხნის წინ მოსახლეობაში ცრუ იმედების გაჩენისგან თავი შეიკავა პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი ღარიბაშვილი ქართული მხარის მიერ გაწეულ სამუშაოებს დადებით კონტექსტში მოიხსენიებს, თუმცა განმარტებებსაც აკეთებს. რიგის სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ წინასწარი ინფორმაციით პოზიტიური გააცვლილება იქნება ჩვენს მიერ გაწეულ საქმიანობაზე, თუმცა მე არ მსურს რომ მოსახლეობაში გავაჩინო რაიმე სრულ მოლოდინები. არავის არ კონდეს იმის მოლოდინი მოსახლეობას მინდა გამომარტო რომ მეორე დღესვე იქნება უვიზო მიმოსვლა. არა, ჩვენ ამას არ გულისხმობთ. ეს არის პროცედურა. რიგის სამიტამდე სამ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოს მიერ გატარებულ სამუშაოებს დადებითად შეაფასებენ, დაახლოებით 1 წელიწადში საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 90 დღის განმავლობაში ვიზის გარეშე გადაადგილება შეეძლებათ.
ქართულ-ამერიკული ერთობლივის სწავლებისთვის განკუთვნილი ამერიკული სამხედრო ტექნიკა ვაზიანშია. ქართულ-ამერიკული ერთობლივის სწავლება მაღალი დონის პარტნიორობა 11 მაისს ვაზიანში ოფიციალურად გაიხსნება. სწავლება საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომსა და პოლიგონზე ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ალფა ასეული, მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 42 ბატალიონის პირველი მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის 20-ეული მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის შეიარაღებული ძალების მე-3 დივიზიის პირველი ბრიგადის 2-7 ბატალიონის ერთ-ერთი ასეული ჩამოვიდა და ჩამოიყვანა ასეულის დონის ბრედლის ტიპის შეიარაღება ქვეითა საბრძოლო მანქანა. მოგეხსენებათ, რომ ბრედლის გააჩნია 3 ძირითადი შეიარაღება. ეს არის ტყვიამქვევი, 25 მმ-იანი ქვემეხი და სარაკეტო სისტემა. მას შეუძლია გაანადგუროს ქვეითთა პირადი შემადგენლობა, სუბუგაზში შეჯავშნული და მძიმედ შეჯავშნული ტექნიკა. გააჩნია 9 სამხედრო მოსამსახურეა მისი ეკიპაჟი. ჩვენ გვექნება კომბინირებული ერთობლივი წვრთნები, ჩვენ ბრედლის ტიპის ჯავშან-ტრანსპორტიორებთან და ქართული მოდერნიზებული ქვეითა საბრძოლო მანქანებით. ასეთი იყო დღეს რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენები, მე გემშვიდობებით ნახვამდის. უსინათლო ორსულ დედებს შვილების გაცნობა უკვე მათ დაბადებამდე შეუძლიათ. ბერლინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უნიკალური ფერადი კადრები. გამოჩებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. აღმოსავლეთ უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 12 კი დაშავდა. ამის შესახებ უნიანი ანტიტერორისტული ოპერაციის საკითხებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე ანდრეი ლისენკოზე დაყრდნობით იუწყება. ლისენკოს თქმით, სამხედროები მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათი ჯავშან ტრანსპორტიორი ნაღმზი აფეთქდა. ბოლო პერიოდში დონბასში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ბოლო 1 კვირაა თითქმის ყოველდღე მსხვერპლია. მანამდე კი დაახლოებით 2 თვის მანძილზე საბრძოლო მოქმედებები შესუსტებული იყო. მას შემდეგ, რაც მინსკში 12 თებერვალს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი 9 მაისს მოსკოვში ჩავა, თუმცა იგი მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ სამხედრო აღლუმს არ დაესწრება. ამის შესახებ BBC იტყობინება, რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტს, იგი მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე დასასწრებად არ გაემგზავრება. ამ დრომდე არაერთმა დასავლელმა ლიდერებმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის დედაქალაქში ჩასვლაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზად ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის კამერებებს და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიას ასახელებენ. დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნებისთვის ემზადებიან დღეს წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეა. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით ვერც ერთი პარტია ვერ მოიპოვებს პარლამენტში ადგილების უმრავლესობას. მიუხედავად 5 კვირიანი აქტიური კამპანიისა, ვერც პრემიერ-მინისტრ დეივიდ კემერონის კონსერვატიულმა პარტიამ და ვერც ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ედ მილიბენდმა ვერ შეძლო წინასაარჩევნო გამოკითხვებში წამყვანი პოზიციის დაკავება. ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს პროგნოზების გაკეთება უჭერთ. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV-მ გაავრცელა. ბრენდი ჰაგის ბრაზილიის იმ ორსულ ქალებს დაეხმარება, რომელთაც საკუთარი შვილის ნახვა ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს არ შეუძლიათ. მომავალი უსინათლო დედები იძულებული არიან ექიმის აღწერას დასჯერდნენ. ბრენდმა სარეკლამო სააგენტო მოთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვისა და დედის პირველი შეხვედრის ორგანიზება გააკეთა. 3D ბეჭდის წყალობით მათ ულტრაბგერითი კვლევის აპარატის სამგანზომილებანიანი გამოსახულება მინიატურულ ბარელიეფად აქციეს. შედეგად ქალებმა საკუთარი შვილის გაცნობა შეხებით შეძლეს და მიხვდნენ თუ ვის გავდნენ ისინი. გერმანული კომპანია Kronos Medias დამფუძნებელმა კონსტანტინ ფონ ცურ მიულენმა, რომლის განკარგულებაში ძველი ვიდეო ჩანაწერების უდიდესი არქივია, ინტერნეტში უნიკალური ფერადი ჩანაწერი გამოაქვეყნა.
რომელიც 1945 წლის ივლისში უცნობი ოპერატორის მიერ არის გადაღებული. მასზე აღბეჭდილია ბერლინი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 2 თვის და ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ. ჩანაწერში ნათლად ჩანს მესამე რაიხის დედაქალაქის ნგრევის მასშტაბები და მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების მაგალითები. ბრიუს უილისის ქალიშვილის შთამბეჭდავი გამოსვლა ამერიკულ ცეკვავენ ვარსკვლავებში გამოშვებაში კი ასევე ნახავთ. ხელჩართული ჩხუბი ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატზე. ახლა კი დღის სხვა ამბები. ამერიკული ცეკვავენ ვარსკვლავების მორიგ ეპიზოდში ბრიუს უილისის ქალიშვილმა რომერ უილისმა და მისმა პარტნიორმა ვალენტინ ჩმერკოვსკიმ ამჯერად რუმბა იცეკვეს. ჟიურის წევრებმა წყვილი ქებით აავსეს და მათ პირველად ყველაზე მაღალი ფულებიც დაუწერეს. ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი არეულობითა და გულშემატკივრების მასიური ჩხუბით დასრულდა. მოჩხუბრების დაშოშმინება პოლიციამ ხანგრძლივი მცდელობის შედეგად ძლივს მოახერხა. მეორე ბუნდესლიგაში ალენსა და ბოხუმს შორის თამაში თაყვანისმცემლებს დიდხანს არ დაავიწყდებათ. ბოხუმის მცველმა კოლინ გუანერმა საჯარო მოედანზე ბურთის გადაცემის დროს შესანიშნავი გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ სამწუხაროდ საკუთარ კარში. გაოცებულმა კოლინმა ორივე კლუბის ფანებისგან დაიმსახურა აპლოდისმენტები და სიმწრის ღიმილით განაგრძო თამაში. ახლა კი ნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულდა, ნახვამდის.